notre récente საფრანგეთის მინისტრთან მქონდა ივნისში მოგეხსენებათ შეხვედრა, როდესაც ხელი მოეწერა ცნობილ ხელშეკრულებებს. მაშინ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ საფრანგეთი გამხდარ იყო საქართველოს პარტნიორი ქვეყანა ნატოს კონტექსტში და ნატოს ფარგლებში. ვინაიდან დღემდე ჩვენ ფრანგები არ ყავს პაკეტში, ფრანგები დღემდე არ არიან წარმოდგენილი არც ერთ კომპონენტში, არ იყვნენ წარმოდგენილი არც ერთ კომპონენტში და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის თავდაცვის შეხვედრა, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ შეხვედრის შემდეგ მათ იმუშავეს ამ თემებზე და უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომელიც მან დღეს მე გამაცნო, რომ საჰაერო თავდაცვის სეგმენტში საფრანგეთი გახდება ლიდერი ქვეყანა საქართველოს დახმარებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფრანგებს უზარმაზარი გამოცდილება აქვთ და ეს გამოცდილება პრაქტიკულად სრულად ხელმისაწვდომი ხდება საქართველოსთვის. ფრანგებს უზარმაზარი რესურსები აქვთ, რომელიც საქართველოს საჰაერო თავდაცვის სამსახურში ჩადგება და დაგვეხმარება. უამრავი ექსპერტი ყავს და ექსპერტიზა აქვთ, რომელსაც გამოვიყენებთ. არამედ მნიშვნელოვანია პოლიტიკურადაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, დღემდე საფრანგეთი ნატოს კონტექსტში საქართველოს ორმხრივად ბუნებრივია, საქართველოს პარტნიორთა სიაში არ იყო. საფრანგეთი არ იყო იმ 15 ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ პრაქტიკული თანამშრომლობა გქონდა. დღეს ჩვენ მივიღეთ პასუხი გადაწყვეტილება ფრანგი თავდაცვის მინისტრისგან, რომ ისინი ზუსტად ისევე, როგორც მანამდე ამერიკელები, როგორც გერმანელები, ხდებიან საქართველოს პარტნიორი ქვეყანა და ლიდერი ქვეყანა კონკრეტულ კომპონენტში საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. ეს პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ხდება მათი თანამონაწილეობა საქართველოს ნატოს ურთიერთობების კონტექსტში და ასევე ჩვენ მივიღეთ დაპირება ფრანგი თავდაცვის მინისტრისგან, რომ ის ჩამოვა საქართველოში მომავალ წლის დასაწყისში, რაც ასევე თანადგომის ამ თანამშრომლობის გაღრმავების და კიდევ ერთი პოლიტიკური დადასტურება იქნება.